სასიყვარულო პროგნოზი ნახოთ. გაითვალისწინეთ, რომ მესიჯი ყველასთვის არის, მაგრამ არა ყველაფერი. მაისი დღესასწაულს მოუწყობს სასიყვარულო ენერგიაში 3 ტიპის ადამიანს, რომელი ხართ თქვენ, თავად განსაჯეთ და ამოიცანით, მაშინ მოდი ესე ვთქვათ. დავიწყოთ პირველი ტიპით. ესე იგი, რა გვაქვს აქ? ისინი ვინც მტკიცე ხასიათით გამოირჩევით. რამეს ან ვინმეს თვალს თუ დაადგავთ, სანამ სასურველ მიზანს არ მიაღწევთ, არ ჩერდებით. საოცარი ენერგიით და ამავე დროს ძლიერი შარმით გამოირჩევით. ცოტა ეპატაჟურებიც ხართ. გამორჩეული თავმოყარეობა, სიამაყე და საკუთარი თავის რწმენის გასაოცარი უნარით ხართ დაჯილდოებულები. აი თქვენთვის ბოლო-ბოლო მაისი გამოანათებს სასიყვარულო შანსებით, რაც საშუალებას მოგცემთ ზუსტი მიმართულება აიღოთ და გამოხვიდეთ ბოლოდროინდელი მოსაწყენი პერიოდიდან. რაც შეეხება მეორე ტიპის ადამიანები, თქვენთვისაც მაისი აყვავების პერიოდია პარტნიორულ ურთიერთობებში. ისინი, ვინც საოცრად დახვეწილები, გემოვნებიანები, შორს მჭვრეტელი ბუნებით ხართ დაჯილდოებულნი. ნებისყოფის უნარით, უზადო თანდაყოლილი სტილის შეგრძნებით. ადამიანები, რომლებიც ტკბილი სიტყვით აგვარებთ ყველაფერს და ვიტყოდი, რომ ტკბილეულიც გიყვართ, განსაკუთრებით შოკოლადი. გარდასახვაც შეგიძლიათ, აი მაგალითად, გასუქთით, ხო? მალევე აიყვანთ თავს ხელში და გარდაისახებით გახთომით. მაცთური და ამავე დროს სინაზით გამორჩეული ხართ. მაისი თქვენს შეთავაზებებს გთავაზობთ, სასიამოვნო გარემო ნამდვილად არ აქცდებათ, სწორედაც რომ სასიყვარულო მდგომარეობაში. დავამატოთ მესამე კატეგორიას. მესამე ტიპის ადამიანები, მაისი თქვენთვისაც გამორჩეული იქნება. ადამიანები, რომლებიც მრავალმხრივობით, მრავალფეროვნებით, არაპროგნოზირებადი ხასიათის მატარებელნი ხართ. ხანდახან თავზე ხელაღებულიც. ხან ბავშვური, ხან ესეთი დიდი სახების ნიჭით დაბადებულნი. აქტიური, ენერგიული, პოზიტიური გარემოს შექმნა შეგიძლიათ 1 წუთშიც კი. მალევე შედიხართ კონტაქტში ნებისმიერი ხასიათის ადამიანთან, თუნდაც ძალიან უჟმურთანაც კი. ხასიათის ცვალებადობა, აი თქვენი საფირმო ნიშანიც. შეიძლება ვინმე მიფიქროს კიდეც, რომ თქვენი ხელში ჩაგდება მარტივი საქმეა და აი ზუსტად მან შეცდებიან. მაისი თქვენია, ადრენალინის სავსეთვია და ამას ნამდვილად იგრძნობთ. პირადი კითხვები WhatsApp-ზე 557 1673 53 მწერთ და არ მირეკავთ.